ქვეყანით აღმოფრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელების ამ ცხინვარებას ამიღფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამე თუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოსთანი და ქვეყანასა ზედა კაცნი ერთხმობით უღაღადებთ, ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდა მოავლინე დიდი წყალობა შენი ჩვენზედა. დღეს ახალი სტილით 9 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას. წმინდა იოანე ნათლისმცემელს გალილეის მმართველის ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოჰკვეთეს თავი. უფლის წინამორბედი უშიშრად ამხელდა ჰეროდეს თავისი ძმის მეუღლე ჰეროდიადა რომეს ვაცოლად. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, იოანეს ხრწნადი ჭურჭელი დადრგუნვილ იქნა დედამიწაზე, მაგრამ მისი სულის ჩაუქრობელმა ლამპარმა გააბრწყინა რწმენის კაშკაშა ნათელით ჯოჯოხეთში მყოფნიც კი. უფლის წინამორბედი ქრისტეზე წინ ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ მყოფებს ღვთის განკაცება ახარა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სხეული მისმა მოწაფეებმა სამარიის ქალაქ სებასტიაში დაკრძალეს. მისი თავი კი ჰეროდემ შებილწულ ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ ჰეროდეს ეზოს მოძღვრის ცოლმა უფლის წინამორბედის თავი ფარულად ჩადო ჭურჭელში და ელეონის მთაზე მიაბარა მიწას. რამდენიმე წლის შემდეგ იმ ადგილის მფლობელი დიდებული ინოკენტი გახდა, რომელმაც იქ ტაძრის შენება გადაწყვიტა. როცა საძირკველი გათხარეს, აღმოაჩინეს ჭურჭელი წმინდა იოანეს თავით, რომლის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად პოვნა. ინოკენტი რუდუნებით ინახავდა უდიდეს სიწმინდეს. სიკვდილის წინ მან იმის შიშით, რომ პატიოსანი თავი წარმართებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, სადაც აღმოაჩინა. თანდათან ის ადგილი გაუდაბურდა. მოციქულთა სწორი იმპერატორის წმინდა კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს იერუსალიმში მოსალოცად ჩამოსულ ორბერს ორჯერ გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელი და თავისი პატიოსანი თავის სამყოფელი ამცნო. ბერებმა სიწმინდე თავიანთ ქვეყანაში წააბრძანეს. გზად მათ სიწმინდე მეკეცეს მისცეს სატარებლად. ამ უკანასკნელს კი უფლის წინამორბედი გამოეცხადა და უთხრა გაქცეო და დაუდევარ ბერებს და თან წაეღოთ ტომარაც. ღვთისმოშიშმა ხელოსანმა სიკვდილის წინ წმინდა თავი დასგადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმინდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ქრისტიანებს იქამდე, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი, რომელიც წმინდანის თავით სასწაულებს ახდენდა და შემდეგ ამას ერესის მადლს მიაწერდა. ამით კი უამრავ ადამიანსაც თუნებდა. ევსტათის ბოროტმოქმედების გაცხადების შემდეგ იგი გაიქცა, სიწმინდე კი მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ კვლავ დაბრუნდებოდა და დაეპატრონებოდა მას. მაგრამ უფალმა ეს არ დაუშვა. მოგვიანებით იმ გამოქვაბულში დამკვიდრდნენ ბერები და დააარსეს მონასტერი. მეხუთე საუკუნის შუა ხანებში სავანის არქიმანდრიტ მერკელეს წმინდა იოანე ნათლისმცემლისგან განაცხადა სიწმინდის ადგილსამყოფელი. ეს იყო მეორედ პოვნა უფლის წინამორბედის პატიოსანი თავისა, რომელიც ჯერ ემესაში, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანის იოანე ნათლისმცემლის ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.